პროტესტის ეპიცენტრია ისევ ბელიაშვილის გამზირი რესტორანი ბაბილო მიუზიკ ჰოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მოსამართლეები კორპორატიულ წვეულებას მოქალაქეების პროტესტის ფონზე მართავენ. ღონისძიებას ესწრებიან საქალაქო და რაიონული სასამართლოების მოსამართლეთა კორპუსი. რესტორნის მიმდებარედ კი იმ ახალგაზრდების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი, ვინც მოსამართლეებმა ოლიგარქიული რეჟიმის დავალებების შესაბამისად პოლიტიკურ ტყვეობაში გაუშვეს. ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტებიც. ირაკლი ბახტაძე მუშაობს ტერიტორიაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ირაკლი, რა ხდება ამ წუთებში რესტორანთან, სადაც მოსამართლეთა კორპუსი ახალ წელს აღნიშნავს? ბელიაშვილის ქუჩაზე ვითარება არის ისე უცვლელი. აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და პარალელურად ოლიგარქის რეჟიმის მოსამართლეები საახალწლო ღონისძიებას აღნიშნავენ, თუმცა როგორც ჩანს, მათ მთელი საღამოს განმავლობაში პროტესტის ფონზე მოუწევს ახალი წლის ღონისძიების აღნიშვნა, რადგან ყველა მოსამართლე, რომელიც სწორედ სასტუმროს შიდა სივრცეში შევიდა, აქ მყოფმა ადამიანებმა პროტესტის ფონზე შეაცილეს. თქვენ ხედავთ მოქალაქეების რაოდენობას, ფაქტობრივად გვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწუთიერად იზრდება აქ ადამიანების რაოდენობა, იმ ადამიანების, რომლებიც ერთხმად ამხდებიან, რომ მოსამართლეებმა მიიღეს სწორედ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელთა მოსმენად ქართული ოცნების ლიდერებს სურდათ და უნდა აღენიშნოს ისიც, რომ ამ ტერიტორიაზე არიან დაკავებული ახალგაზრდების მშობლები, იმ ადამიანების, რომელთა წინააღმდეგაც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება. თუმცა ამის მიუხედავად, საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა სრულად გაიზიარეს ბრალდების მხარის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შუამდგომლობა და ყველა პირი, რომელიც მონაწილეობდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე, გაუშვეს პატიმრობაში. ამ დრომდე 51 პირი რჩება პატიმრობაში და ამის პარალელურად იმ მოსამართლეების ღონისძიება რესტორანში, რასაკვირველია, პროტესტის გარეშე ვერ ჩაივლიდა. მე შევეცდები ხა ვიპოვო სწორედ ის მშობლები, რომლებიც ამ საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან. ერთ-ერთი დაკავებულის დედა არის ჩვენს გვერდით. ჩვენ ვნახეთ მოსამართლეები, რომლებიც პროტესტის ფონზე შევიდნენ ეგრეთ წოდებულ საახალწლო ღონისძიებაზე. თქვენ სადეთ მასთან გასაუბრება? რამე თუ გითხრეს მოსამართლეებმა? ვერაფერი ვერ გითხრეს. უბრალოდ თავდახრილი შევიდნენ, იმიტომ რომ ბანერი გვაქვს გაკეთებული და ისე ვერ შევიდნენ, თავი არ დაეხარა და პირობას ვიძლევით, რომ დედები მაგათ თავდახრილი და დაჩოქებულები ვატარებთ და დედები არასდროს არ დაიჩოქებიან. რადგან მაგათ ჩვენთან პასუხი არ აქვს, ჩვენ გვექნება მაგათთან პასუხები და კითხვები. ბატონო, დიდი მადლობა საბა სპიტარიძის დედას უსმენდით პირდაპირ ეთერში. პროტესტი გრძელდება. კიდევ ერთი დაკავებულის დედო, კარგი, მადლობა. მოკლედ პროტესტი გრძელდება, როგორც გითხარით, აქ არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიის ლიდერები, რომლებიც მოქალაქეების პროტესტის პარალელურად არიან ამ ტერიტორიაზე და აპროტესტებენ სასამართლო კლანის იმ ღონისძიებას, რომელიც ახლა რესტორან ბაბილოში მიმდინარეობს. ჩვენ რასაკვირველია ვცდილობდით მოსამართლეებთან გასაუბრებას, ძალიან ბევრი კითხვა დაუსვით, როგორც მედიის წარმომადგენლებმა, ასევე აქ მყოფმა ადამიანებმა, თუმცა არც ერთ კითხვაზე არ გაუწიათ პასუხი. მთავარი კითხვა რასაკვირველია მოსამართლეებთან მქონდა ის, რომ რატომ სჯიდნენ ისინი ევროპული მომავლისთვის მებრძოლ მოქალაქეებს, თუმცა მათ არ გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი. კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი არის საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ახლა პირდაპირ ეთერში ჩავთავთ. საღამოშვიდობის, ჩვენ ვართ ახლა იმ ტერიტორიაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს კლანის წევრები არიან შეკრებილები. სავარაუდოდ ეგრეთ წოდებულ საახალწლო ღონისძიებას აღნიშნავენ და ეს გაბრაზებაც რასაკვირველია არის ლეგიტიმური, იმიტომ რომ აქ მყოფი ადამიანები თანხმდებიან, რომ საზეიმო ნამდვილად ქვეყანაში არაფერი არ გვაქვს ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. თქვენ თუ გქონდათ შესაძლებლობა რომელიმე მოსამართლეს გასაუბრებოდით და რა პასუხი მიიღეთ მათგან? აი რა გაქვთ სათქმელი მათთვის? პირველ რიგში მნიშვნელოვანია დავინახოთ ის სახე რეალურად, რასაც გვანახებენ ეს ადამიანები, რომლებიც თავს უწოდებენ მოსამართლეებს, ხო? ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ შვილის ხელა უდანაშაულო ბავშვები გაასამართლონ, აღკვეთი ღონისძიებები მიუსაჯონ და პატიმრობებში ამყოფონ, ამის პარალელურად მათ ეზეიმებათ, ხომ, ამ ვითარებაში. რა თქმა უნდა, არც ერთ მათგანს რეალურად არ ეზეიმება. დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთ მათგანს არ უნდა აქ მოსვლა, მაგრამ მოსამართლეებს, ეგრეთ წოდებულ მოსამართლეებს, რომლებსაც
გადაწყვეტილება არ შეუძლიათ რომ ბოდიშ მე მგონი ერთ-ერთი მოსამართლე გამოვიდა ან მოვიდა ის ამ ღონისძიებაზე მოგესალმებით რა ღონისძიებაში აპირებთ მონაწილეობას გესმით მოქალაქეების შეძახილები რა პასუხი გაქვთ ამ პროტესტის ფონზე მოხდით სამართლის ყველაზე საზღვარი აცეთი ლუკმაშაგერდა ასეთია ვითარება ახლა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორც მაყურებელმა კაცში ნახა ერთ-ერთი მოსამართლე მოვიდა რესტორნის მიმდებარე და შესაბამისად აქ ყოფი ადამიანების პროტესტი მოყვა ამ ყველაფერს რასაკვირველია აქ ყოფა ადამიანებს აქ კონკრეტული კითხვები მოსამართლებთან თუ რატომ იღებენ ისინი ქართული ოცნების ლიდერების მიერ გაცემულ დავალებებს და რატომ ასრულებენ პირნათლად ამ დავალებებს თუმცა როგორც ხედავთ კიდევ ერთი მოსამართლე შევიდა ისე რომ ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა პარალელურად პროტესტი გრძელდება გესმით შეძახილებიც გავაგრძელებ მე პოლიტიკოსებთან საუბარს ნიკა მელია არის ასევე საპროტესტო აქციაზე ნიკა რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი მოსამართლე მოვიდა ამ ტერიტორიაზე რასაკვირველია ძალიან ბევრი კითხვა გაქვთ ჩვენც მედიის წარმომადგენლებს და განსაკუთრებით მშობლებს რომელთა შვილებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან თუმცა მათ არც ერთ კითხვაზე არ გაუციათ პასუხი თქვენ რა გაქვთ სათქმელი ამ მოსამართლეების ალო ეს პროტესტი იყოს ყველგან სანამ პროტესტი ეს პროტესტი იქნება შედეგი გარდაუვალია აი მათ ახლა უწევთ ისე შესვლა თავს ხრიან ალბათ ეს კადრებში თავს ხრიან და ბანერის ქვეშ შეძრებია და ისე გადიან ამ ბანდაზე წარწერარი თავისუფლება პოლიტპატიებებს ხო ნაწამები ადამიანები მიუყვანეს სპეციალურ საწამებელში ნაწამები ადამიანები კითხვებიც კი არ დაუსვამთ ეგრეთ წოდებული პროკურორებისთვის და სპეციალიზელებისთვის ნუ რატო აქ ამ ახალგაზრდებს ყველას ცხვირპირი ჩალეწილი სახიძულები ჩალეწილი კითხვას არ დაუსვამთ და არ გვეგონოს რომ ესენი აქ დისკომფორტს არ გავისწრიათ ეს არის ეთნიკური სტრატეგიის ნაწილი რომ ერთგულება დაუწყოს ივანიშვილს თორემ მურუსიძეებს აქ უამრავი $1,000,000 ერთ-ერთი მოსამართლე გამოვიდა და სასახლეებია სასახლეები იქ შეეძლოთ ეკეიფათ მაგრამ აქ უწევთ მოსლებით რომ დავალებაა რეჟიმის დიდი მადლობა ნიკა მელიას უსმენდით მე როგორც ვთქვი ერთ-ერთმა მოსამართლემ დატოვა რესტორანი და შესაბამისად მოქალაქეები ახლა სწორედ ამ მოსამართლეს პროტესტით აცილებენ ამ ტერიტორიიდან გადავინაცვლებთ ჩვენ წინა მხარეს და ბუნებრივია მოგასმენინებთ ამ მოსამართლის პოზიციას ეს ისევ ის მოსამართლეა რომელიც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა ამ ტერიტორიაზე და როგორც ჩანს ის ვერ შევიდა რატომ ვერ შეგვედის ბატონო მოსამართლე გესმით პოლიციელები არიან უკვე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღო გადაწყვეტილება რომ პროტესტის ადგილას გამოეშვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბატონო რატომ ვერ შეგვედით შეგნით თქვენ მოგწონთ უკანონო დავალებების შესრულება მოგწონთ ახალგაზრდები რომ ამ დრომდე პატიმრობაში არიან ეს ყველაფერი მოგწონთ თქვენ სად მიდიხართ ღონისძიებაზე რატომ აღარ ეს თქვენი საქმე არ არის პროტესტის ფონზე აღარ გეზეიმებათ ერთ-ერთი მოსამართლეა რომელმაც პროტესტის ფონზე დატოვა რესტორანი სადაც რამდენიმე წუთის წინ მოვიდა და სავარაუდოდ მან ვერ შეძლო მოსვლა და ასევე სულ ცოტა ხნის წინ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გამოჩნდნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მე როგორც ხვდები ბალუწამო მე როგორც ხვდები კიდევ ერთმა მოსამართლემ დატოვა რესტორანი როგორც ჩანს პროტესტის პარალელურად ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ რომ ღონისძიება ჩაიშალა თორემ რამდენიმე მოსამართლემ უკვე დატოვა რესტორანი ბაბილო სადაც ისინი საახალწლო ღონისძიების აღსანიშნავად შეიკრიბნენ გესმით მოქალაქეების შეძახილიც რომლებიც ახლა სწორედ ართან იმყოფებიან საიდანაც შედიან და გამოდიან მოსამართლეები გადავინაცვლებთ წინა ფლანგზე ბოდიში პოლიციელები ჩააყენეს აქ თქვენ როგორც ხედავთ
სერგი ბზიშვილი, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი შესასვლელთან კრიმინალური და საპატრულო ბატონო სერგი, თქვენი გამოჩენა რა საჭირო იყო? ბატონო სერგი, არ ყვევით რა და უნდა გაიწიოთ რა. სერგი ბზიშვილია, საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელმაც ამ ტერიტორიაზე მოიყვანა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფები, რომლებიც ახლა განლაგებულები არიან სასტუმროს შესასვლელთან. სწორედ ის საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან აქ, რომლებიც მუდმივად მონაწილეობენ საპროტესტო აქციებზე მოქალაქეების დაკავების ღონისძიებაში. ვითარება ისევ არის აქ დაძაბული და ამ პროტესტის პარალელურად მოქალაქეები აგრძელებენ პროტესტს და პარალელურად მოსამართლეებიც აგრძელებენ ღონისძიების აღნიშვნას. გიორგი, მე გავესაუბრებ ისევ მოქალაქეებს, რომლებიც შევიდნენ ამ ტერიტორიაზე, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთის წინ აქ გამოჩნდნენ უკვე კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მოსამართლეთა ნაწილმა რესტორანი უკვე დატოვა და მე გაჩვენებთ, რომ აქ უკვე გამოჩნდნენ ასევე ეგრეთ წოდებული დაკავების ავტომობილები, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ძირითად შემთხვევაში სწორედ აქციის მონაწილეების დასაკავებლად იყენებს. ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებს გომელაურის უწყება და დაიწყება თუ არა მოქალაქეების დაკავება, ამას ჩვენ სულ ცოტა ხანში ვნახავთ, თუმცა ფაქტია, რომ იმ პროტესტმა, რომელიც ახლა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება, ნამდვილად შეაწუხა მოსამართლეები, რადგან ღონისძიება ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერჯერობით არც კი დაწყებულა, ისე დატოვეს საქალაქო სასამართლოსა და რაიონული სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილმა რესტორნის მიმდებარე ტერიტორია. უკან გადავინაცვლებთ და მაყურებელს ასევე მოუყვები, ბალუ პარკირების ადგილიც რო ანახოთ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები საპარკინგე სივრცის მიმდებარე ტერიტორიაზეც არიან მობილიზებული. ეს არის ამ რესტორანს აქვს მაყურებლისთვის უფრო თქვენ ხედავთ, რომ პოლიციელების რაოდენობა მოიმატა აქ, როგორც ჩანს, ესეთი ახლა გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან და რასაკვირველია, პროტესტი არის ნამდვილად ლეგიტიმური, რადგან ახლა რესტორნის შიდა სივრცეში არიან სწორედ ის მოსამართლეები, რომლებაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ახალგაზრდები პატიმრობაში გაეშვათ. მაყურებელს აუხსნი, რომ რესტორანს აქვს რამდენიმე შესასვლელი და მას შემდეგ რაც აქ აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, მოსამართლეების ნაწილმა ისარგებლა სათადარიგო კარით, საიდანაც სავარაუდოდ შედიან მხოლოდ რესტორნის თანამშრომლები, თუმცა მას შემდეგ რაც აქ აქციის მონაწილეებმა დაიწყეს შეკრება, ამის შემდგომ სწორედ ამ სათადარიგო კარით დაიწყეს მოსამართლეებმა სარგებლობა. ამის შემდგომ რასაკვირველია, აქციის მონაწილეებმაც ამ ტერიტორიაზეც გადმოინაცვლეს და ჰქონდათ ძალიან ბევრი კითხვა მოსამართლეებთან, თუმცა მათ არც ერთ კითხვაზე არ გაუციათ პასუხი. როგორც უკვე ნახეთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რაოდენობა აქ გაიზარდა, როგორც ჩანს, ბრძანება არის ესეთი და პარალელურად გრძელდება ღონისძიება, რომელსაც საქალაქო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეები ესწრებიან და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ჩვენ კონფიდენციალური წყარო გვიყვება, 7 საათზე უნდა ყოფილიყო ღონისძიება, თუმცა საქალაქო და რაიონული სასამართლოს მოსამართლეებმა ადრე დაიწყეს შეკრება. როგორც ჩანს, მათ გაიგეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქ იკრიბებოდნენ მოქალაქეები და ხედავთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების რაოდენობას, რომლებიც ახლა განლაგებულები არიან სწორედ რესტორნის მთავარ შესასვლელთან. პარალელურად ემატება კრიმინალური პოლიცია, ნიღბიანი პირები, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. გიორგი, გადავინაცვლოთ უკვე აქციის მონაწილეებს გავესაუბროთ, იმ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე საათია ამ ტერიტორიაზე არიან და სწორედ ამ ფორმით ხვდებიან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის პატიმრებს. მოგესალმებით. ჩვენ ნახეთ მოსამართლეები, ნახეთ საპატრულო პოლიციაც და პარალელურად ის აქციაც, რომელიც ახლა აქ მიმდინარეობს. რა არის თქვენი სათქმელი მოსამართლეებისთვის და თუ გქონდათ შესაძლებლობა რომელიმეს გასაუბრებოდით ამ პროტესტის პარალელურად? არ გვისმენდნენ, ვცდილობდით გასაუბრებას, მაგრამ არ გვისმენდნენ. საერთოდ არ აინტერესებდათ, რატომ ვიყავით შეკრებილი და რას ვაპროტესტებდით. ეს არის, არ ვიცი, ძალიან დიდი შეურაცხყოფა ხალხის გუშინ და გუშინწინ უდანაშაულო ადამიანები გაუშვეს პატიმრობაში, დატოვეს პატიმრობაში სასამართლო პროცესამდე, მთავარ სასამართლო პროცესამდე და
დღეს მოვიდნენ აქ კორპორატიულზე. ეს არის შეურაცხმყოფელი. შეიძლება არ ეთანხმებოდე იმ ადამიანებს, შეიძლება სხვანაირად ფიქრობდე, მაგრამ კორპორატიულს არ უნდა აწყობდე, როდესაც ესეთი ვითარება. ეს უკვე ყველა ზღვარს გადადის. აი, არ ვიცი ამას რა ქვია. იმიტომ ვარ მოსული და ამხელა ქალი დგავარ და ყვირი და ვუსტვენ. აი, ყველანაირ ზღვარს გადადიან უკვე, ყველანაირ ადამიანურ ზღვარს გადადიან. დიდი მადლობა. გრძელდება თქვენ გესმით, არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა. სწორედ ამ ფორმით ხვდებიან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს აქციის მონაწილეები. ერთ-ერთი დაკავებული ზედა არის ასევე საპროტესტო აქციაზე. თქვენ თუ გქონდათ შესაძლებლობა რომელიმე მოსამართლეს გასაუბრებოდით, თუ მიიღეთ რამე კითხვები მათგან, ან რას კითხავდით თქვენმა? არც მიკითხია არაფერი და სურვილიც არ მქონია მაგათი კითხვის. დღეს რომელსაც ეკეიფება, იმას კითხვას ვერ დაусმევ და არც დაусმევ. თუმცა ეს პროტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რა თქმა უნდა. მოსვლის წუთიდან რომ მოვიდნენ მდგევარ და არც ვაპირებ წასვლას. დედა ვარ, დედას წინ ვერაფერი ვერ დაუდგებ. მადლობა, გთხოვთ არ ეწეროთ, მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით, რომლის შვილიც უკანონო პატიმრობაშია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება პოლიციელის თავდასხმას, თუმცა არ არსებობს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ მოქალაქის ბრალეულობა. კიდევ ერთი მშობელია ჩვენს გვერდით. ჩვენ ნახეთ მოსამართლეები და მე ვხედავდი თქვენ ცდილობდით მათთან გასაუბრებას. თუ გქონდათ რომელიმესთან კომუნიკაცია, რა კითხვები გექნებოდათ ამ მოსამართლეებთან, რომლებიც ახლა რაღაც ღონისძიებას მართავენ? პირდაპირი კომუნიკაცია არ მქონია, თუმცა დღეს ფაქტობრივად მოსამართლეთა ამ კორპუსმა, რომელმაც დღეს საქართველოში სამართალი მოკლა და გაანადგურა, ძალიან ბევრი ვიხილეთ, რომლებიც არიან რეჟიმის მონები და რეჟიმის გამამაგრებელი მოსამართლეები. რა შეკითხვა შეიძლება დაუსვა მათ? მათი მთავარი მიზანი არის საკუთარ კომფორტს გაუფრთხილდნენ, საკუთარი ხელფასები შეინარჩუნონ და არად უღირთ ქვეყანა, არად უღირთ სამართალი და სასამართლო დღეს რომ მოკლეს, ამაში უდიდესი დამსახურება თვითონ მოსამართლეების არის. ძალიან არაკომპეტენტური, ძალიან უსულგულო ადამიანები არიან და ფაქტობრივად ხერხემალში გადატეხეს ჩვენს ქვეყანაში სამართალი, რისთვისაც აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, როცა ხელისუფლება შეიცვლება. შეკითხვა ერთი მაქვს მათთან, როდის გაიღვიძებს სინდისი და ნამუსი და თუ იქნება ეს ოდესმე მათ ცნობიერებაში. დანარჩენი დარწმუნებული ვარ პასუხი მოეთხოვებათ იმ დანაშაულებებისათვის, რასაც ისინი დღეს ამ ქვეყანას უშავებენ და უკეთებენ. დიდი მადლობა. ზვიად ცეცხლაძის მამას უსმენდით პირდაპირ ეთერში, ზვიადიც პატიმრობაშია ამ დრომდე, სახელმწიფო ბრალდება მას ედავება ჯგუფურ ძალადობის ორგანიზებას, თუმცა ზვიადის შემთხვევაშიც არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს მათ ბრალეულობას. თქვენ გესმით, შეძახილება არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, ყველგან პოლიცია, არცაც სამართალი. სწორედ ამ ფორმით აპროტესტებენ აქციის მონაწილეები აქ სასამართლო კლანის სახალხო ღონისძიებას, რომელიც სავარაუდოდ ჯერჯერობით არ დაწყებულა, უბრალოდ არიან შეკრებილები ისინი რესტორანში, შიდა სივრცეში, თუმცა ნაწილმა დატოვა მიმდებარე ტერიტორია, ნაწილმა ვერ შეძლო შიგნით შესვლა პროტესტის პარალელურად. აქციის მონაწილეებს გავესაუბროთ, სამოქალაქო აქტივისტები არიან აქ რასაკვირველია, რომელიც აპროტესტებენ იმას, რაც ხდება ახლა ბელიაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ რესტორანში, სადაც მოქალაქეები ითხოვენ სამართალს. პრინციპში ჩვენ ამ დღეების განმავლობაში უკვე რამდენიმე კვირაა მოქალაქეები რუსთაველის გამზირზეც განან და აპროტესტებენ ხელისუფლების რუსულ ქმედებებს, ითხოვენ პოლიტპატიმრების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და დღეს მთავარი ლოკაცია პროტესტის არის სწორედ ეს რესტორანი, სადაც ყველა ის მოსამართლე არის შეკრებილი, რომელმაც მიიღო ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დავალება და რომლებმაც პირნათლად შეასრულეს ეს დავალებები. პოლიციელებსაც თქვენ ხედავთ, ეს რამდენიმე წუთის წინ მიიღეს გადაწყვეტილება სამართალდამცველებმა, რომ სწორედ რესტორნის შესასვლელთან დამდგარიყვნენ, მანამდე საზოგადოების ნაწილს, რომელიც აქ იმყოფება, ჰქონდათ შესაძლებლობა რომ ყოფილიყვნენ სიახლოვეს, თუმცა ახლა არის როგორც ჩანს გადაწყვეტილება ამგვარი. გადავინაცვლებ ჩვენ აქციის მონაწილეებთან, გავესაუბრებით აქ ყოფ ადამიანებს, რომლებიც
უკვე რამდენიმე საათია ამ ტერიტორიაზე არიან, თუმცა მანამდე სანამ აქ ყოფ მოქალაქეებს გავესაუბრებით, მანამდე მაყურებელს ექნება შესაძლებლობა მოისმინოს მოსამართლეების პოზიცია, იმ მოსამართლეების პოზიცია, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში პროტესტის ფონზე შევიდნენ რესტორნის შიგა სივრცეში, ნაწილმა, როგორც უკვე გითხარით, დატოვა მიმდებარე ტერიტორია და ახლა თქვენ ნახავთ რა პოზიცია ჰქონდათ მოსამართლეებს, როგორ შედიოდნენ ისინი რესტორნის შიგა სივრცეში და რას ეუბნებოდნენ აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის კლანის მოსამართლეებს. ეს ყველაფერი ეხლა დისკომფორტს არ გიქმნებიან. გესმით ხალხის ხმა? გამოატარეთ რა. გამოატარეთ. მონას გიწოდებენ ბატონო ლევან, გესმით? ბატონო ლევან, ამ ხალხს დაწინაურდებით? თუ ჩვენ დავწინაურდებით შობლები ერთად. გასასვლელს გასი თუ გასასვლელს და დაწინაურდებით მოგწევთ იტები. შობლები ვერ წინარდებიან რომელშვილების ბატონო ლევან გამოდით ეს მდგომარეობაში როგორ გამოვიდე? გაგვესაუბრე რატომ გეშინია თუ რატო არ გამიშინია ის გაუგია ბატონო დიმიტრი მამეს გაიგებთ რო გითხრათ? უნდა ჩვენი მიკროფონი გითხარი და იცეკოთ და იმხეროთ ამ პროტესტის ფონზე მაინც წევრი რო ხართ არ გწვენიათ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთებს რო ასრულებ მითხარით კი თუ არა ერთი სიტყვა იცია კომფორტულად ჩახრილი რომ შედიხარ ესეთი გაფუძნე კომფორტულად მოგიწევთ ახლა ქეიფი შიგნით ეს ჩემი საქმეა კომფორტულად მომიწევს თუ არა თუ შეიძლება გზა გამით როგორ არის თქვენი საქმე ახლა კომფორტულად გრძნობთ მეჯახებით არ გეჯახებით კითხოს გისმენ არ გეჯახებით მეჯახებით კომფორტულად გრძნობთ თავს იცეკვეთ იმხერებთ მოიმხერებთ ეს მიწა უნდა იწოდე დაძილებ რა გეკეიფება რა ხელი გეკეიფება ხელი აი ხო სანქციები მოგეწევა ხელი არ გეხები არ გეხები ნაძირალა მოიმკი ყველაფერი დამნაშავეები მაგალითად კი მადლობა შენი დაითრია თუ ხთამით ჰა შენ რამდენი გადაგიხადე საქმოსვლას მე ხალხს მიხდია სამსახურში შეგაგასხოვები შენ მოიმა ნახული აქედან ევროკავშირში გაწევრიანება გინდა. იცით რა არის? ძალიან უადგილო კითხვა არის. ევროპა არის საქართველოს მომავალი. ამაზე არ არსებობს ორიოდე სიტყვა. ევროპა გეუბნებათ, რომ თქვენ ოლიგარქის ინტერესებს ასრულებთ. ევროპა გეუბნებათ, რომ თქვენ ოლიგარქის ინტერესებს ასრულებთ. მე ამ დაგვარი გრამ განცხადება ევროპისგან არ მოგისმენთ. ვიღაც რამდენიმე პოლიტიკოსი დასანქცირებული მოსამართლეების შესახებაც არაფერი გსმენიათ, რომელიც ევროპამ დაასანქცირა? ესე კი მესმის დაასანქცირა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს არის არაობიექტური ინფორმაციის შედეგად. პარლამენტარები არაობიექტურები არიან. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური, კომპეტენტური. არაფერს არ შენი წიგნი არ მინდა უნდა იქეიფოთ და დრო არ გააქვს ამ ხალხის ოჯახის წევრები რომ გაუშვით ციხეში უკაცრავად შეიძლება გამატარა ყვანის წევრი მოსამართლე რომ ხართ დისკომფორტი ივანიშვილის დაკვეთებს რომ ასრულებს უკაცრავად დისკომფორტი გააქვს მეტი სიტყვა არის იცით უკაცრავად გარდა ამეც რატო ძალადა ამ ხელებს რასო ისტორია როგორც იქცევით ნორმალურია მე როგორ იქცევით
სასამართლოს რომ წარმოგვიდგება თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მოსამართლებმა სრულიად უსამართლოდ გაუშვეს პატიმრობაში, სწორედ ეს არის დღევანდელი აქციის მთავარი მოთხოვნა და შესაბამისად აქციის მონაწილეები ახლა სწორედ იმ ტერიტორიაზე იმყოფებიან, სადაც არიან სწორედ ის მოსამართლეები, რომლებმაც მიიღეს უკანონო გადაწყვეტილებები. აქციის მონაწილეებს გავესაუბროთ ჩვენ პირდაპირ ეთერში, რომლებიც უკვე რამდენიმე საათია ამ ტერიტორიაზე იმყოფებიან. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა კითხვები დაგესვათ მოსამართლეებისთვის, თუმცა რასაყურველია მათ არ სურთ თქვენთან კომუნიკაცია, რა არის თავარი სათქმელი, რასაც ამ ადამიანებს ეუბნებით და რამდენად მნიშვნელოვანია ეხლა აქ საახალწლო ღონისძიების პარალელურად ყოფნა. არანაირი საახალწლო ღონისძიების დრო არ აქვს ახლა საქართველოს, იმიტომ რომ ამდენი დღეა 40 დღეზე მეტია, ქუჩაში ვდგავართ ყოველდღიურად ადამიანები, ამ 40 დღემდე კიდე ძალიან დიდი ხანი ქუჩაში ვიდექით ყოველდღე ადამიანები ვაპროტესტებთ ძალადობრივ რეჟიმს, მყარდება დიქტატურა, ოლიგარქია და ეს კორუმპირებული მოსამართლეები ცრუ მოწმეების მეშვეობით იჭერენ ადამიანებს და ახლა ყავს უამრავი უსამართლო დაკავებული რეჟიმის ტყვეები. ჩემი მთავარი კითხვა არის ის, რომ არ უტყდებათ, არ ცხვენიათ, რომ ამდენი მოქალაქე ყავთ დაკავებული თან ცრუ ჩვენებების საფუძველზე და რა თქმა უნდა ისინი ხმას ვერ იღებენ, ცდილობენ რომ შევიდნენ შენობაში, ან უბრალოდ იარონ წრეზე და ჩვენს კითხვებს პასუხი არ გაცენ და თავი აარიდონ და რავი ზოგი მოსამართლე სხვათა შორის არის, რომელიც აშკარად ეთყობა, რომ ნერვიულობს და ხვდება, რომ რეჟიმს წყალი აქვს შემდგარი და ძალიან ცოტაღა დარჩათ, იმიტომ რომ აი 4 საათიდან აქ არიან და 4 საათია ხალხი არ ასვენებს. შანსი არა ესენი ვინ უნდა შეაშოეს ეს კორუმპირებული მურუსიძის და ჩინჩალჯის მონები მართლა. გირგულიანის სისხლი არ ჩამაურეცხია მურუსიძეს ჯერ და ასეთ სიგიჟეებს კადრულობენ ეხლა და აქ ვართ ველოდებით ჩვენ სათქმელს ბოლომდე გავაგონებთ და რეჟიმის ტყვეები ყველანი თავისუფლები იქნებიან. დიდი მადლობა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით. ნანუკა ჯორჯოლიანი არის აქ. ნანუკა ერთ-ერთი პირველი იყავ, ვინც პირველი მოვიდა რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე და შენ გქონდა შესაძლებლობა გასაუბრებოდი რამდენიმე მოსამართლეს. რამე კითხვებზე პასუხი თუ მიიღე მათგან, ან რა არის თავარი სათქმელი დღეს ამ ადამიანებისთვის, რომლებმაც პატიმრობაში გაუშვეს ახალგაზრდები, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის მომავლის. მე დღეს აქ მოვედი დედებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენ გვინდოდა რომ მათთვის თვალებს ჩაგვეხედა. პრინციპში ვეკითხებოდით ერთადერთ რამეს. ეხლა გექეიფებათ და გვილოცავდნენ ახალ წელს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს მოსამართლეები იქ სადაც თავად განაგებენ კანონს, ანუ სასამართლო დარბაზებში, უკმაყოფილების ნიშნად ამოხნეშის უფლებასაც კი არ გვაძლევენ. და დღეს აქ ჩვენ გვქონდა საშუალება და შესაძლებლობა, რომ მათთვის გეთქვა, ჩვენ რას ვფიქრობთ ამ სივრცეში მათზე. და ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, აი ამის ბანერის ქვემოთ თავი უნდა დაეხარათ დედებთან და იცემ შემძვრალიყვნენ. სამი მოსამართლის გარდა არც ერთს არ ქონია თავმოყარეობის პრობლემა, რომ არ შემძვრალიყვნენ ქვემოთ. მათ თავმოყარეობაზე და მათ თავმოყარეობაზე ახლა უკვე მაყურებელმა იმსჯელოს. დიდი მადლობა ნანუკა ჯორჯოლიანს უსმენდით პირდაპირ ეთერში. სწორედ ეს არის ბანერი, რომელიც აქციის მონაწილეებს რამდენიმე საათის განმავლობაში სწორედ იმ ადგილას ჰქონდათ განთავსებული, სადაც ახლა საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები არიან განლაგებულები და სწორედ ამ ბანერის ქვეშ უნდა შემძვრალიყვნენ მოსამართლეები, შეძრდნენ, ნაწილი შეძრა. ყველა თითქმის, აი როგორც ნანუკამ ახსენა, სამის გარდა ყველა შეძრა და სწორედ ამ ბანერთან იდგნენ ის მშობლები, რომელთა შვილებიც ამ დრომდე არიან უკანონო პატიმრობაში. გავაგზავნებ მე აქციის მონაწილეებთან საუბარს და კიდევ ერთხელ გაჩვენებ თუ რა ხდება აქ. საპატრულო და კრიმინალური პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება ამჯერად სწორედ იმ კართან, საიდანაც სარგებლობენ მოსამართლეები, თუმცა ეს არ არის ერთადერთი კარი, საიდანაც მოსამართლეებმა შესვლა დააპირეს, სათადარიგო კარიც მათ გამოიყენეს იმისათვის, რომ აქციის მონაწილეების პროტესტის ხმა მათ არ გაიგო, თუმცა დღევანდელი პროტესტი არის ნამდვილად ხმაურიანი და შესაბამისად ნებისმიერმა მოსამართლემ, რომელიც ამ ტერიტორიაზე მოვიდა, ნამდვილად გაიგო მოქალაქეების პროტესტის ხმა. რასაყურველია, მოთხოვნა არის უცვლელი, გათავისუფლდნენ ის პოლიტპატიმრები, რომლებიც ამ დრომდე რჩებიან პატიმრობაში, რადგან ყველა თანხმდება იმაზე, რომ არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ მოქალაქეების ბრალეულობას. აქცია გრძელდება, თქვენ ხედავთ, რომ აი მოქალაქეები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ესაუბრებიან, თუმცა რას ეუბნებით პოლიციამ? მაინტერესებს დაზიანება. ერთი რამე არის აღსანიშნი, რომ
პოლიციელებს საკმაოდ ესე ვთქვათ მხიარული განწყობა აქვთ მოუყევით როგორ ჩაუფურთხეს საჭმელებში მიმტანებმა იმ საჭმელებს რომელსაც მიირთმევენ ეხლა და შეიქცევიან გემრიელა და ყველას ეს მიაჩნია კომიკურად არ არიან მადასაცავად მოცულები როგორც აგვიხსნეს გამოძახება ჰქონდათ რაღაცა დაზიანებას და ერთმანეთს ეკითხებიან და გაყურებულები არიან ნახარაფერი არ არისო დაზიანებული და ჩვენო რისთვის ვდგავართო მაგრამ არაუშავს ვიდგენ ეს ხალხიც იაზრებს ნელ-ნელა რომ ეს რეჟიმი უახლოვდება დასასრულს ივანიშვილის რეჟიმი არის დასასრულისკენ გაჭირვებული ხავს ეჭიდებოდაო მათი საქმე არის ეხლა ზუსტად აი ამ მდგომარეობაში დასცენიან თავისივე სისტემის ასე ვთქვათ სტრუქტურაში დაასაქმებული თანამშრომლები აი მოსამართლეებს ჩაფურთხებულ საკვებს რომ მიირთმევენ მადლობა ბატონო სერგეი რაღაც ნივთი დააზიანდაო და ამიტომაც არის თქვენი მობილიზება აქ და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება სადმე ნივთის დაზიანებაზე არა რა დაზიანდა გითხარით რესტორნის რამე ინვენტარი დაზიანდა თუ მოქალაქის გამოძიება არ დაწყებულა აქედან გამომდინარე არც ექსპერტიზა არ დანიშნულდა არც ერთი კონკრეტული ნივთის დაზიანებისთვის ამდენი პოლიციელის მობილიზება მე მგონი არ არის ეს ჩვენ ვიცით რამდენი პოლიციელი გამოცხადებით კონკრეტულ შეტყობინებაზე ეს ნივთმტკიცებები რო განადგურდეს ახლა უნდა მიმდინარეობდეს საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელი ბრძანდებით და შესაბამისად იცით რომ იმ მომენტში უნდა იქნება რომ აღნიშნულ ფაქტზე დაიწყოს გამოძიება ალბათ დაიწყება აუცილებლად ამ ტერიტორიაზე მოხდა ამ ნივთის დაზიანება ბატონო ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვანახონ რა არის დაზიანებული და მეც რომ მოვიდნენ პირველი სწორედ ეს ვკითხე რატომ არიან ადგილზე როგორც მითხრეს არიან გამოძახებაზე მოსული მაგრამ დაზიანება როგორც გამოვიდა ბატონის შიგნიდან არ არის ხო ასე მითხარით რომ დაზიანება არ არის არა მე არაფერი არ დამიზიანებია მაგრამ ძალიან მოსალოდნელია რომ ხვალზე თითოეული ამ ადამიანებიდან მოახდინონ ხო რესტორნის ხო ანუ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვანახონ თუ რამე დაზიანება არის რომ ხვალდაზე ეგ რომელიმე მოქალაქეს ისევ ცრუ ბრალი არ წაუყენონ თითოეულმა აი აქ მყოფებმა და რაღაც ახალი რეჟიმის პატიმრები არ შემოგთავაზონ და ამიტომ ვთავაზობ რომ გვანახეთ რა არის დაზიანებული ჩვენც ვიცოდეთ შევაფასოთ და გქონდეს მოლოდინი ჩვენ გადავწყვეტ განახეთ არა ჩვენ გადაწყვეტ არა აქ საქმე ეხება ნახეთ უამრავი ადამიანია ამ რეჟიმს ყავს 51 ასეთია ვითარება ახლა იმ რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც ბიძინა ივანიშვილის კლანის მოსამართლეები საახალწლო ღონისძიებისთვის არიან შეკრებილები როგორც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთ ხელმძღვანელს უსმენდით გამოძახება მოხდა აქ იმის გამო რომ რაღაც კონკრეტული ნივთი არის დაზიანებული თუმცა საგამოძიებო მოქმედებები აქ ნამდვილად არ მიმდინარეობს და შესაბამისად გაურკვეველია თუ რისთვის არის საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ რასაკვირველია ვრჩებით ადგილზე და მოვლენების განვითარების შესაბამისად მაყურებლებს მოუყვებით თუ როდის დატოვებენ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებული მოსამართლეები რესტორნის შიდა ტერიტორიას